იცი, ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ამ დარბაზებში და ვეთანხმები მაგას და ვიზიარებ, რომ მართლა იწერება ჩვენი ქვეყნის ისტორია და აქ არ არის არც ერთი სიტყვა გადაჭარბებული, ეს მართლა ესეა. ოღონდ არა იმ ქვეყნის, რომლის უმაღლესი რიგის ჩინოვნიკები რაღაც კოლ-ცენტრების ბრალდებებით გარბიან ქვეყნიდან და მერე ერთმანეთს ვეღარ პოულობენ, არა იმ ქვეყნის ისტორია, როდესაც ფულის გათეთრებაზე და რაღაც კოლოსალურ თანხებზე ლაპარაკობენ, არა იმ ქვეყნის ისტორია, სადაც არავითარი თანაგრძნობა არ აქვთ და რა ვიცი, ყვლიფავენ პენსიონერებს თუ სკოლებში უფასო კვება ბავშვებს რო გული მისდით შიმშილისგან, მაგაზე არის სალაპარაკო. არა ამ ქვეყნის ისტორია, არა აქ ნამდვილად მე ვფიქრობ და ღრმად ვარ მაგაში დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყნის ისტორია იწერება, ის რომელიც, რა ვიცი, უნდა დაიბადოს თუ უკვე დაიბადა, არ ვიცი და საზოგადოების, რომელიც ნამდვილად დგას სოლიდარობაზე, ნამდვილად დგას ერთმანეთის თანადგომაზე, სიმართლეზე და ხო, ხანდახან რაღაც ნიჰილიზმი შეგიპყრობს ნიჰილიზმი, რა თქმა უნდა, როცა მოისმენ მაგალითად, რომ რა ვიცი, მე ლორკას ქვეყანაში თურმე ეს არა ქვია, ფრანკოს რეჟიმი ყოფილა კაი და კარგად ზედმეტი ყოფილა. იქაც ზედმეტი ყოფილა ხალხი და ეხლა აქაც ვინც ზედმეტია, ეხლა ესენიც უნდა რა თქმა უნდა, ეხლა ესეთი ტიპის ლაპარაკს ჩვენ ძალიან დიდხანს არ ვაქცევდით ყურადღებას, ხო? მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, გულისხმობს ირინე შათირიშვილის ციტატა, სადაც ამბობს, რომ დიახ, ვიღაცები უნდა წავიდნენ ემიგრაციაში, იმიტომ რომ ესენი არიან ზედმეტი, სრულიად შემზარავი, ქოცისთვისაც კი შემზარავი, ის იყო პათოსი. ფაშისტური ფაშიზმის სხვა რამე თუ ზუსტად ასე მოხდა რუსეთში ნამდვილად, როდესაც რაღაც ირონიათ არის ქცეული, რომ აი რატო ამბობენ, რომ ეს ყველაფერი რუსულია, ეს რუსულია. რუსეთში ზუსტად ესე განდევნეს რუსეთის სახელოვნებო, კულტურული და ინტელექტუალური ელიტა და ჩვენ ქალაქში ვხედავთ ნაწილ მათგანს და მოდებულს კიდე ნახევარ მსოფლიოზე და მე საერთოდ არ საერთოდ მათ მიმართაც სიმართლე გითხრათ თანაგრძნობა მაქვს, იმიტომ რომ ვიცი ეგ რას ნიშნავს, რაც არ უნდა კარგად გრძნობდეს სხვაგან თავს, როდესაც სახში ვერ ბრუნდები. და ჩვენ ეგეთი ყავს ანტონ ჩეჩენი, შეუძლებელია. სწორედ ეს მინდოდა მეთქვა, რომ ის ზინოვკინად და გრიბულის მაგალითით გრიბული და ზინოვკი რა დღირს და ესეთი ტიპის რაღაც პროპაგანდისტულ ლაპარაკებს ჩვენ რაღაცნაირად ყურადღებას არ ვაქცევდით, ну, იმიტომ რომ არ ვაქცევდით, იმიტომ რომ არ ვთვლიდით, როგორ გითხრათ, ღირსად, არ ვიცი, სწორი სიტყვა რომელია, მაგრამ როდესაც ხვდები, რომ საგანგაშოთ, ხო, და როდესაც დღეს უკვე ხვდები, რომ ამას შეიძლება განსაზღვროს შენი ქვეყნის რაღაც პოლიტიკური ცხოვრება, ჯერ ერთი მაშინ ხვდები, რომ ცოტა გვიან მოფხიზლდა საერთოდ ყველა. მაგრამ ნუ როგორც მოხდა, ისე მოხდა. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია, რომ ამ ქვეყანაში, როდესაც ანდროს ვეფხია კასრაძის, რა ვიცი, სინდისის მზია ამაღლობელის ვისიც გინდა, სინდისის რატომ ქვია მათ სინდისის პატიმრები? იმიტომ რომ საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ სწორედ ეს ხალხი არის დღეს ჩვენი ქვეყნის სინდისი, ჩვენი საზოგადოების სინდისი და ჩვენს გასაკეთებელსაც ესენი აკეთებენ, ჩვენ უბრალოდ რაღაცნაირად ზურგს უმაგრებთ, თუ შეიძლება ესე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში მე არ